გამარჯობა ჩემო კარგებო, მოგესალმებით ყველას. დღეს არის მეოთხე დღე ჩემი შიმშილობა მხოლოდ წყალზე. წინა 3 დღის განმავლობაში მოვიკელე 5 კილო და 300 გრამი. რამდენადაც გასაოცარი არ უნდა იყოს, 300 გრამი მაქვს მოკლებული ბოლო 1 დღის განმავლობაში რა. როგორც ჩანს, უკვე გადავიდა უკვე სხვა მუშაობაზე ორგანიზმი. დღეს უკვე თავს ვხსნოდი ძალიან უენერგიოთ, არაფრის სურვილი არ მქონდა დიდად. ვცდილობდი რომ უფრო დასვენებული პოზიციაში ყოფილიყავი, არაფერი გამეკეთებინა. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები მაინც ჩავატარე, ეხლა უკვე საღამოა და ეხლა ვატყობ, რომ შედარებით ისე იგი დამიბრუნდა ცოტა ენერგია. ძალიან ბევრი ადამიანი წერს კომენტარებში შიმშილობასთან დაკავშირებით. ბევრი ამბობს, რომ შეიძლება როგორ ვქნა, რანაირად ვქნა. ერთადერთი რაც შემიძლია უვნებლად გითხრათ, არის ეს, რომ 1-2 დღე ყველა ადამიანს შეუძლია. ძალიან ძნელია ვინმეს რამე ურჩიო, მით უმეტეს თუ უკვე რაღაცა პრობლემა აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. პასუხისმგებლობა ყოველთვის აიღეთ საკუთარ თავზე. თუ აპირებთ ასეთ შიმშილობას და გინდათ რომ გააკეთოთ და თქვენს ორგანიზმს დაეხმაროთ გასაწმენდად, დააპირებთ დიდ ხნიანს აუცილებლად გაიცანით ძალიან ბევრ ლიტერატურას, იმიტომ რომ ძალიან საშიშია თუ არასწორად გააკეთებთ გამოსვლის პროცესს განსაკუთრებით, ყოფილია შემთხვევა, სადაც დამთავრებულა ფატალური შემთხვევებით და ასევე ჯანმრთელობის გაუარესებით. ხო, როგორც იცით, დაგეგმილი მაქვს 5-7 დღე, ვფიქრობ, რომ 7 დღეს მაინც გავჩერდები, ასე რომ ადევნეთ ვარყური და ნახავთ თქვენ თვითონაც თუ რა პლუსები აქვს შიმშილობას. აბა თქვენ იცით.